მოგესალმებით პატივცემულო ტელემაყურებლებო, დღეს არის ხუთშაბათი და დადგა ის დღე, რომ ვიწყებთ იმ ფაილების განხილვას, რაც 9 წლიან რეჟიმმა მოუტანა ქართველ ხალხს. წამება ციხეებში ადამიანების მთლიანად გადავსება და არა მარტო ციხეებში, წამება და მკვლელობა იყო ქუჩებშიც. ანუ ჩვენ გვყავდა იმ 9 წელიწადში ფაშისტური რეჟიმი. ქუჩაში როგორ ხრეთდნენ ახალგაზრდებს. დღეს კიდევ ის ფაშისტური ორგანიზაცია, რომელიც იყო 9 წლიან რეჟიმის დროს, აპირებენ გაერთიანებას და ისევ მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას. ამიტომ ჩვენ ვართ ძალა და ეს ტელევიზია არის ის ძალა, რომელიც აქ არის ქართველი ადამიანების სრული შემადგენლობა, რომ ჩვენ დაშვებას არ გავაკეთებთ, რომ ისევ ნაციონალურმა მოძრაობამ და იმ რეჟიმმა შეძლოს გაერთიანება. ჩვენ ამისთვის მზად ვართ, რა თქმა უნდა და ჩვენ ვიბრძოლებთ ქართველ ხალხთან ერთად იმისთვის, რომ რეჟიმი არასდროს ჩვენთან საქართველოში არ უნდა დამკვიდრდეს. რა თქმა უნდა ამ რეჟიმის ერთ-ერთი მსხვერპლი, რომელიც გამოგონილი ბრალდებით დააპატიმრეს და აწამეს. ეს არის ბატონი ზაზა გვიმრაძე და მე დღეს მას სტუდიაში მოვიწვევ. ბატონო ზაზა, გთხოვთ მოგბრძანდით ჩვენთან სტუდიაში და გავაგებინოთ იმ ხალხს რა იყო ის წამება. გამარჯობათ ბატონო კახა. მოგესალმებით, მივესალმებით TV+-ის მაყურებელს და მაყურებელს. მოგესალმებით. მაყურებელს გავაგებინოთ, იმ ხალხს გავაგებინოთ, მოდი ბატონო ზაზა ესე ვთქვათ, რომელიც ამ გაერთიანებაში აპირებს შესვლას და ისევ ამ გაერთიანებული ნაციონალური მოძრაობის გვერდით დგომა უნდა და ისევ 9 წლიანი რეჟიმის დაბრუნება, ან შეიძლება 20 წლიანი რეჟიმის დაბრუნდეს და მოგეხსენებათ თქვენ, რომ ადამიანებს ქუჩაში ხრეტდნენ, ახალგაზრდებს ანადგურებდნენ და ის ახალგაზრდები დღეს, რომლებიც განადგურების და დახვრეტის პირას მიიყვანეს, იმათი დედები და მამები დღესაც წერიან იმ შვილებს. ანუ რას ნიშნავს რეჟიმი? რეჟიმი ნიშნავს იმას, რომ აწამე, გაანადგურე და რა ვიცი, ყველაფერს ნიშნავს. მოსპე ადამიანის სიცოცხლე და ყველაფერი. ბატონო კახა. ბატონო ზაზა, ბოდიში მე თქვენ ჩაგეკითხებით და მაყურებელს მინდა სწორი ინფორმაცია მიაწოდოთ და ის დეტალები მოყევით, რა იყო ის 9 წლიანი რეჟიმის დროს თქვენ რაც დაგატყდათ თავს და როგორ გაწამეს. ბატონო კახა, კიდევ ერთხელ მივესალმებ TV+-ის მაყურებელს და მე მინდა ესეთი რამე ვთქვა, რომ დღეს რო იქნება სანამ ამ გადავალ პატარა შესავალს გავაკეთებ, რომ ეს იყო რევოლუცია, ვარდების რევოლუცია, იყო სახელმწიფო გადატრიალება, როგორც 92 წელში გადაატრიალეს ზვიად გამსახურდა, ისე გადაატრიალეს შევარდნაძის ხელისუფლება. ეს იყო ორივე გადატრიალება, ერთი სამხედრო გზით, მეორე რევოლუციური გზით. უნდა დავარქვათ. და უკაცრავად პატივცემულ მაყურებლებს მინდა შევახსენო, რომ ეს გადაცემა დღეს, რომელიც გადის ეთერში, არის საიდუმლო ფაილებიდან ამოღებული მასალები და დღეს ჩვენ ამ ფაილებს არ დავდებთ იმის გამო, რომ არ გვინდა მაყურებელი ცოტა შევიყვანოთ შეცდომაში და მეორე გადაცემაზე, ჩემო პატივცემულო მაყურებლებო, აუცილებლად დავდებთ იმ ყველა ფაილს, რაც საიდუმლო მასალებში არის დღეს და არავის არ გამოუქვეყნებია. გისმენთ ბატონო ზაზე გააგრძელოთ. ხო და მოვიდენ იმით, რომ ქართულ ხალხს უნდა ქონდოდა მეტი თავისუფლება, მეტი დემოკრატია, მეტი ადამიანის უფლებების დაცვა და როგორც კი მოვიდნენ და დადგენ ხელისუფლებაში, იმ დღიდან ნელ-ნელა დაიწყეს ხალხის შევიწროება, ხალხის დაჭერები, ქონებების წართმევები, შევარდნები. ბატონო ზაზა, ბოდიში მე ის 2003-2005 მოსახლეობამ კარგად იცის კონკრეტულად თქვენ გეკითხებით. ხო და უბრალოდ აი არა მე საერთოდ არ ვიყავ ესეთ პროცესებში ჩამბული, რომ დავინახე, რომ უჭირდა და ქვეყანას უჭირდა და არ მედეოდა სწორი ვითარებით ქვეყანა. მეც დავდექ იმ ხარეს, სადაც უნდა ვდგარიყო ქართველი, თავის სამშობლოს დასაცავად და თავის სამშობლოს საკეთილდღეოდ. ადამიანების უბედურება, მკვლელობები ის არც ერთ მართლმადიდებელ ქართველს არ მოეწონება, რომ უმიზეზოდ ხალხს ხოცავ. ამ დროს არსებობს პრევენცია, თუ ის აშავებს, დაიჭირე, რატო კლავ? პირდაპირ ვინ მოგცა შენ ყველა ადამიანის მოკლის უფლება, შენ სახელმწიფო
შენ პრეზიდენტი ხარ, შენ გასცემ განკარგულებას, არც ერთი ტყვია არ დაგენა, ხელი არ აგიკანკალდეთ, დახოცეთ ყველანი ნულოვანი ტოლერანტობა. ეს ისეთი რაღაცა გამოიწვია, რომ ყველა შეეხო. თითოეულ საქართველოს მოქალაქეს, თითოეულ ოჯახს თუ არა იმის ნათესავს, გვერდზე მდგომს, მეზობელს და მეც მოხდი ამ ბატონო ზაზა, არა მარტო თქვენ. ბევრი მოხდა. საქართველოს მოსახლეობის დაახლოებით 10-15% თუ მეტი არა კიდე. იყო ამ განსაცდელის ქვეშ. ყველანი განსაცდელი. და მე კითხვა მაქვს ბატონო ზაზა, რომელიც ამ კითხვას აუცილებლად უნდა დავცეთ პასუხი, იმიტომ ჩვენ მაყურებელს არ უნდა მოვატყილოთ, არ უნდა დაუმალოთ. არაფერს არ უმალოთ. თქვენ რომელიც წელს დაგიჭირეს და რა იყო თქვენი დაჭერის მიზეზი? ჩვენი დაჭერის მიზეზი, ჩვენ გავაკეთეთ პოლიტიკური მოძრაობა შექმნით, ეროვნულ სარწმუნოების მოძრაობა. 12 მაისი იყო თუ არ ვცდები და სასტუმ ამბასადორში დაფუძნება გავაკეთე, ჯერ რეგისტრაციაც არ ქონდა მიცემული და უკვე ხვდებოდით რომ რაღაც ანუ თქვენ ეწინააღმდეგებოდით ამ რეჟიმს. რეჟიმს უნდა შეეწინააღმდეგო, როცა ხალხს ხოცა უყურებ, აგერ ერთი კაცი მოკლეს, მეორე კაცი მოკლეს, დახვრიტეს, ციხეებში შევარდნენ, იქ ხალხი დახვრიტეს, აწამებდნენ, იქ ციხეებში წამების ფაქტები იყო, ხვიტავდნენ, ეს ხო გამოდის ყველაფერი. მთელი ამბავი იყო ამ ამბავზე და ვიფიქრეთ რომ ჩვენც და მართლმადიდებლობას უტევდნენ რაც თავარია, ეკლესიას უტევდნენ, ანგრევდნენ, ტაძრებს ანგრევდნენ რაღაცეები და ჩვენც ახლა რომ ყველა მოქალაქის ვალია და ყველა ქართველის ვალია რომ თავის სამშობლოდ დაიცვას, თავის რწმენა დაიცვას, თავის ღმერთის სახლი დაიცვას, რომელსაც ტაძარი და ეკლესია ქვია და ამიტომ შექმნით ესეთი მოძრაობა, ეროვნულ სარწმუნოებრივი მოძრაობა. მაგრამ ეს ჩანასახშივე მოკლეს. იმიტომ რომ 26 მაისს უკვე დაგვიჭირეს, ჩვენ ყინწვისში ბრძანდებოდით, მოსალოცად ვიყავით ასული, იქ მერე ტრაპეზის სუფრა გაიშალა, ბევრი ხალხი იყო მოულოცველები და ბოლოს ვინც დავრჩით, ესე 24 კაცი, დაახლოებით 24 კაცი. თუ არ მეშავა 24-ვე კაცი დილით 26-ში აქროს სისხლის გუბე იდგა უკვე. ღამე 26-ში ჩვენ არ ვიცოდით რა, ორი დღე რო ვიყავით, ტელეფონები გაგვეთიშა რაღაცა და აღარც მეგვიცევია. 26-ში მაისში. ნინო ბურჯანაძის. ხო, ნინო ბურჯანაძის აქცია რო იყო და ის თურმე სისხლი ჩაუშვია დილას. და მაშინ სხვათა შორის ადამიანები მოკლეს და იმის დააწყვეს იმის სახურავზე. სახურავზე დააწყვეს სახურავზე. ხო, ორი ადამიანი სახურავზე ვითომ დენმა მოკლა. ხო, ელექტროენერგიის მსხვერპლი გახდა თითქოს. გახდა და არა და მოკლეს. მოკლეს და შეაგდეს სახურავზე. მონასტერში დილით ვილოცეთ, ჩვეულებრივად, მე ცოტა ახმელია ვიყავით რა, ესე ორი დღეს ტრაპეზი. ანუ ცოტა დალიეთ? დავლიეთ, ხო, ვიტრაპეზე და დავლიეთ, ქართველები ვართ რა, დავლიეთ. ის იყო რა, კარგი დღეები იყო რაღაცა. ეს უკაცრავად, ეს 24 ადამიანი თუ 26 რომელიც ჩამოთვალეთ, ყველა თქვენი მეგობრები იყო? არა, იქ ტრაპეზის სუფრაზე გავიცანით ბევრი. იქ ჩემი ორი მეგობარი იყო, მეტი არავინ. დანარჩენები აი ესეთი დავხომ, იქ ბევრი იყო, ხალხი ბევრი წავიდა. იმ სუფრიდან, თორე იქ შეიძლება დაეჭირათ ერთი 120 კაცამდე მეტი თუ არა ადამიანი, ვინც სუფრასთან იყო და ყველა რო დარჩენილიყო, ეს ადამიანი ყველას დაიჭერდნენ. ამოსული ადამიანები რო დაპატიჟებს, ადამიანი რო ადამიანს დაურეკავს, რომ ამოდი ტაძარში ვარ და შენ სადახა აქ სუფრა გვა გაშლი რაღაცა და დაურეკა კაცმა და ორი ძმა მოიყვანა. და მეორე დღეს ორივე ძმა დაიჭირეს, უბრალოდ დარჩენ ისინიც იმ სუფრასთან. სუფრასთან იყვენ, დარჩენ. მოყვები ახლა როგორ მოხდა ყველაფერი. თქვენ აგიყვანეს სპეცოპერაცია ჩატარდა. როგორ სპეცოპერაცია ჩატარდა რა? დილით მამაო გამოვიდა, მამასაბა აცხონოს მისი სული, წინამძღვარი იყო ყინწვისის მონასტრის. მამასაბა გამოვიდა და უკვე ვიშლებოდით რა, ესე 11-ის ნახევარი იყო, რომ დავემშვიდობთ, მანამდე ტაძარში ვილოცეთ. წმინდა ნიკოლოზ შევავედრეთ უფალს, წმინდა ნიკოლოზ იოლთავარანგელს, დედაღვთისმშობელს და წამოვედით, რომ ყველაფერი მშვიდობა ყოფილიყო. ამ დროს მამაო გვეუბნება, რომ ორი დღე იქებოდა და მოდი ჩემ გაკეთებულ სასმელს გაგასინჯებთო რა. და თითო ჭიქა დაგვისხვა, დავლიეთ, მეორე ჭიქაც დაასვა, 5 ლიტრიანი გამოიტანა რა. ეს სასმელი, ახლა ყველა ვინ რულთან იყო ისინი არ სვავდნენ, მაგრამ ჩვენ ახლა დავლიეთ, კიდე დავილოცეთ რაღაცა ქართველები ვართ. ამ დროს მოდის ორი მიკროავტობუსი, ბატონო კახა.
სერიფერის და მამაოს მეუნები. უკვე მონასტრიდან გამოსულები ვართ, ტაძრი, მაგრამ ტერიტორია მონასტრის არის რა, ის ტერიტორია და აქ და ტყე აქვს თან ამას. და იმ ტყესთან დგევართ რა, ვლაპარაკობ. და მამაოს მეუნები რა ჭიქა მიჭირავს ხელში რა, მამაო მეუთხარი, მამასაბა მეუთხარი შეხედეთ რა ხდება. კაი ფეხზე მოვედით, ტურისტები მოდიან მეთქი რა. რაღაც ეს მანქანები ტურისტებს არ გვანანო და არ მივაქციეთ ყურადღება რა, ესეთი ორი სერიფერის ორი მიკროავტობუსი იყო და უცებ გადმოხდე, როგორც კი მოგვიახლოვდე. დაწექი თქვენი მასკებში იყვენ, ავტომატებით იყვენ, შეერაგე. ყველაფერი ქონდათ რა, ეპიკიროკა, როგორც სპეცნას აქ, ყველაფერი ქონდა და დაწექი თქვენ მოღალატეებო, თქვენი დედა, თქვენ სამშობლოს გამყიდულო, გავგვიჟ რა. წადი შენი დედაც მეთქი რა და შენ სამშობლო უკინა მომხდა კონდახი ავტომატისისა დავარდი ანუ ფიზიკურად იზალადეს იქვე აბა რო დაყარეს კი აბა ბიჭო რა სამშობლოს მოღალატე ფიქრობ ამოგვიღეს ტელეფონები ვა გათიშვილი აქვს ტელეფონები მე ვთქვი გათიშვილი გვაქვს ორი დღე აქ ვართ კეიფობთ რაღაცა აუ ხმას ნოიღებთ ამ შევკვირეს ეს თეთრი ზონარები რო არის ბორკილებიც არ დაგვადეს იმ ზონარებით შევკვირეს ესე ხელები წაღებული ვდივარ ეს ამოიღეს საფულე რაღაცეები ტელეფონები და მეტი არაფერი რა და ყრივარ თან გვაგინებენ რა გულანძღავენ რა ვიღაცებს კიდე ჩაარტყეს ჩამოარტყეს მე ისე მტკიო და ეს დაზიანებული მაქვს ბატონო კახა ხეხემლის ხუთიმალა მარტო ამ შემთხვევით კი არა იქ ციხეში ცემები და მოდი ხო არ გადმოვიდეთ ბატონოსაც ციხეში ხო არ გადმოვიდეთ მანამდე იქ წამება მანამდე ახლა წამოგვიყვანეს და ქარელის პოლიციაში მიგვიყვანეს და იქ სცემდნენ ხალხს ქარელის პოლიციაში გცემდნენ ხალხს კოკა-კოლის ბოთლები აავსეს წყლით და თან ხელზე ესეთი რაღაცა ქონდათ ესე თითები ჩანდა ამაზე რკინები იყო რა ძალიან უტალი რაღაცა რა ეს 1-2 მეც მომხვდა რა ეს კინა და მე ზოგიერთები 1-4-5 კაცი შიგნი შეიყვანეს და ჩემ ჩაგვამწყიოს იქ პოლიცია მთელი პოლიცია გამოიყვანეს გარეთ ამ სპეცბაზნა და დააყენა ეზოში ეს პოლიციელებიც გვიყურებდნენ რა ჩამოივლიდნენ ბატონო ესე ვდგევართ ბატონო კახა ბატი ეს სამხედრო ფეხსაცმელი როგორი მძიმეა ისეთი რა ბატინგს რო ეძახიან ეგენი ეცვა და პირდაპირ იმას წვევში გვირტყავდნენ სისხლებით წამოგვივიდა გვისკდებოდა რა ვაწამებდნენ და მე ერთმა პოლიციელმა მომკიდა ხელი სპეცნაზელმა უფრო რომ მოდიო შენ ჩემთან ერთად დადექიო და იქით დამაყენა რა თავისკენ იქით ცალკე იდგა ორი პოლიციელი რა და ერთი მეორეს ეკითხება კაცო ამ ხალხს რა ეტყობათ თუ სპორტ ჯინსებით იმითი რა არაფერი არ აქვს და ესე იქ ისმოდა აი დაამტოლი ეს ხალხი იქ იმპაქტები მიიღო ბატონო იმპაქტები ბოდიშ გიხდით რომ სიტყვას გაწყვეტინებთ სხვათა შორის ჩვენი მეგობარი არის ბატონი ტრისტან წითელაშვილი რომელიც სახში ჩაუტარეს სპეცოპერაცია და შვილი კი ვხედავთ როგორ სიტუაციაშია მაპატიეთ ჟარგონისთვის გამოვიყენე ახლა სიტუაცია იმიტომ აღარ გავყვები იმ კვალს ახლა და არ მინდა რომ რაღაც ცუდად გამომივიდეს ნათქვამი და თქვენც იგივე სპეცოპერაციის მსხვერპლი გახდით ანუ ეს სპეცოპერაციები რაც ტარდებოდა საქართველოში იყო ადამიანების დასაშლელი აი თქვენ თუ ესე მოიქცევით ან რაღაცა ნაბიჯ გადადგამთ მე თქვენ სპეცოპერაციას ჩაგიტარებთ დაგანგრებთ მოკლავთ ციხეში ჩაგშვამ და ეგ იყო ადამიანების დაშინების ერთ-ერთი მეთოდი მაგი იცი როგორი მეთოდი იყო ძალიან ხო აი ფაშისტურ გერმანიას რო ქონდა და აი პირველად აი ტროცკისტებს რო ქონდათ ჩვენთან არ არიან ჩვენი მტრები არიან და უნდა გავანადგუროთ და სხვათა შორის მე პატივცემულ ტელემაყურებლებს პირდაპირ ახლა ვაანონსებ რომ ბატონი ტრისტან წითელაშვილი მეყოლება შემდეგ ხუთშაბათს გადაცემაში და არა მარტო ტრისტან წითელაშვილი ყოველ ხუთშაბათს ის პატიმრები რომელიც წამების მსხვერპლი იყო აი ამ რეჟიმის მე ყოველ ხუთშაბათს მოვიწვევ იმ ადამიანებს ვისაუბროთ და ის ადამიანები გამოხატავენ თუ რა სიბინძურეები და თუ რა საზაგლები ხდებოდა სასამართლოში ციხეებში სასამართლო რა თქმა უნდა ნაყიდი ყავდათ ყველაფერი ერთ-ერთი ის იყო და დრო წამოყვანე ესე იყო მაშინ სასამართლო გადაახვდა სასამართლოც მოვიდა იქ ბიჭებს რო აწამებდნენ ყველაფერი რა მოხდა რა რო ცუდად იყვნენ ხა ისეს იქ იცმოდა და უკვე 5 საათი ხდებოდა და ავტობუსი ჩამოვიდა თბილისიდან
შეგვიყვანეს ეს 24 კაცი, ეს სპეცნაზი მანქანებით იყო, ზოგიერთები პოლიციელებიც გამოყვენ ამ ავტობუსს და ჩამოგვიყვანეს ქალაქის სამმართველოში. აგვიყვანეს მე და რომ მივედით, იქ ხალხი იყო, მე-6, მე-7, მე-8 საათზე ეტყობა ეს 20 მე ჯერ ხო არ ვიცი 26 მაისის ამბიდან თუ ამდენი ხალხია დაჭერილი და რა. და მიდის იმაში პირდაპირ კორიდორებში ყრიან ბიჭები და ეს დრინები, რო იტყვიან ეს რეზინის დრინი დუბინკა, რას გინდა დავარქვა და პლასმასის ჯოხები, იმითი მიდის ცემა, ჩვენც დაგყვარეს და დაგვიწყეს ცემა. ბატონო ზაზა, 26 მაისის მაშინდელმა ნინო ბურჯანაძის აქციამ რაც გამოიწვია, კარგად ვხედავდით ჩვენ, მაგრამ იმ აქციასთან შემთხვევით ხურდაშხوار მიგაყოლეს თქვენ ამ ხალხთან. ზუსტად ეგრე რაოდენობა რო დათვლილი იყო. რაოდენობაც რო დათვლილი იყო და თან როგორ იყო, იცი პირველად გვაბრალებდნენ, რომ თქვენ ბურჯანაძის ხალხი ხარ და საერთოდ არა ვარ შეხვედრილი ბურჯანაძესთან და არაფრის საერთო არ მქონია არც ბურჯანაძის პარტიასთან, არც იმასთან და არც იმასთან. ეს საერთო ხურდაში მოაყოლეს ეს ყველაფერი მე ეგრევ ვთვლი და ეგრევ ვფიქრობ და ეგრე მწამს და შევყავდით ცალსაკი მე წამოგვაყენეს გამონძე წყალს არ გვალენებდნენ. ბიჭო, ცუდად ახარ ადამიანი ამდენი ცემის შემდეგ. აი ცხვის ფარას რომ მიერეკებიან და შორს რო გადაკრავს ან კომბალს. აი ესე ვინც არ გამოერდა ყველა გვირტყავდა. დაყრილებს. მე შეგვიყვანეს და გოგო იყო რა გამომძიებელი რა. მეთქი გოგო არა. აუ ის გოგო ისეთი აგრესიული ამას არ მოაწერ ხელსო, ეხნავე დაგანგრევთო. მეთქი რაზე დამანგრევთ? მე ვუთხარ რა დავაშავე. როგორ ესე უნდა მოაწერო, აი უკვე დაწერილი იყო. ხო, რაღაცა. მე ეტყობა ის პროკურატურის მეორე გამომძიებელი იყო. სავსე იყო, ვირას გაიგებდა, მაგრამ უშიშროებაც იყო ალბათ შიგნით და ყველანი. ეს მეუნება ეს თუ რასაც ჩვენ გეტყვით, იმას არ დაწერო. ეხლა შენ სახში წავალთო. და ნუ ოჯახის წევრებზე გადმოდიოდნენ. არა, გაშინებდნენ ჯერ იმ ხელას როგზე წახვალო. იქ აღმოჩნდება წამალი შენ სახში და ტყვიებიო. და ეს ხო იცი რა ამ ხელა მუხლიაო რა, სამუდამო პატიმრობისკენ მივიძიებ და ამას უყურებ ამ გამომძიებელს. რომ უდებს რა გახსნილი წამალი. რომელიც ხო, სახში უნდა მივიდნენ, ჩხეკვას ჩაატარები, იმიტომ დაჭერილი ვარ და ესეთ რამეს თხოვდნენ. თქვი რომ საპატრიარქო და მეუფეიობი, რაღაც რუსულნის ეპარქიაში შედის ეს ყიდვის, მეუფეიობი და საპატრიარქო იარაღს გაძლევდენო. თქვენო, ვახ, მე ვუთხარი ამას ვერ დავწერ რა. არამე მოიგონეთ და დავწერ თუ გინდათ, მე ვუთხარი, ნუ მომკლავთ ცემაში და დავწერ. ამას ვერ არა ეგ უნდა დაწერო. ამავე ჩვენ ვიცით. იქაც ერთი-ორჯერ დამარტყეს რა. ამ გოგომ დაუძახა, არ წერს რა, რატო არ წერ რაღაცები და ამითი დამთავრდა რა ყველაფერი. მე პირადად გადამიყვანეს დაბლა კაპეზეს რო ეძახიან. იქ ჩავმიყვანეს, მოიყვანეს ეს ჩვენი ყველა ნაწამები ბიჭები შემოყავდათ ჩვენთან ერთად ვინც ახლა სუფრაზე 2 დღე კაცი რო ზეხარ უკვე იცნობ რა. იქ რამაზ ღვალაძე მოიყვანეს, დამწვარი ქონდა ეს მაჯები და ფეხები დენზე უშუებაში წავიდა. და საერთაშორისო რამაზ ღვალაძე თქვენთან ერთად დაიჭირეს ხო და დამწვარი ქონდა ესენი მაჯები და ფეხის ისენი ნაწამები იყო დენზე შეაერთეს, ოღონ აქ არა. ქალაქის სამმართველოში არა. იმის შენობა რო იყო მოდულის შენობაში წაიყვანეს რამაზ ღვალაძე. მე გავიგე რომ მოიყვანეს მოდულში, მე მოდულში გადამიყვანესო რა. და რამა იქ გოგუაძეს ცემეს, ნიკა გოგუაძე იყო კიდე ის ცემეს, მაგრამ ბევრი ცემეს რა, შუკაგიძე დათო, მიშა გარდაიცვალა ეს მაისურაძე მაგარი ნაცემი იყო, ჩვენთან ერთად ვიც იყო. ყველას ავამტყოფობა დამართეს. აი ყველა იყო ძალიან ავად რა მე რა ციხეების შემდეგ. ისეთი წამებები გადაიტანეს და ამ ხალხმა და ისეთი წრევას ხრევა, არ ვიცი რა, მე მარტო ფილმებში მქონდა ბავშვობაში ნანახი ესენი მე. ფაშისტები როგორ აწამებდნენ ხა? როგორ შეიძლება შენ მოქალაქეებს მოექცე წამებლურად და აწამო? და მე როგორ მოხდა იმაში მივედით სასამართლოში, იქიდან სასამართლოში წაგვიყვანეს ერთი სიტყვა გაგვაჩ. თან რა არის იცი? ყველა სწრაფად აკეთებდნენ და აერიად, გაიგე? 28-ში დაგვიჭირეს. 28 ის იმაში
ხო, იმაში დაგვიჭირეს 26 მაისს. 26 მაისს და გააფორმეს თვითონ 28-ში ვიყავით დაჭერილები. ეს რომელი წელი იყო მაყურებელს? 2011 წლის 26 მაისი, საქართველოს დამოუკიდებლობის დღე იყო. და დაგვიჭირეს 26 და 28-ში გააფორმეს. იმ ხელაზე უერენები იყო, რომ სულ იქნებოდნენ ხელისუფლების, რასაც უნდა იზავდნენ, რასაც უნდა გააკეთებდნენ და თვითონ რასაც იტყოდნენ, მარტო მარგენი იყვნენ მართლები. ბატონო ზაზა. და მოგაყოლა და რო გადამიყვანეს, დავამთავრე ბატონო კახა, რო გადაგვიყვანეს იქა. დიდ დარბაზში ჩატარდა ხა 24 კაცის შეყვანა იქა. თან ყველა არ შემოუშვეს ეს ოჯახის წევრები რაღაც. უკვე სახში ჩხეკაზეც იყვნენ მისულები რა. ჯერ როგორია დედა და მამა და სახში და ყველას იცი როგორც უდა მამა ჩემს იმის შემდეგ ალბათ მე ვიტყვი დასჭირდა ოპერაცია გულის დედა შაქარი დაემართა და დამინერვოზეს რაღაცა იქ ყველაფერი მოახდინეს მაგრამ ვერ დადეს ვერ წამალი ვერ ტყუები იმიტომ რომ მეზობლები შემოვიდნენ ათესავები ცხოვრობენ და ყველა ხელში უყურებდა ყველა მიცოდა რომ ეს აპრობირებული მეთოდი იყო იმ დროიდან შევარნაძის გაზრდილები არ იყვნენ შევარნაძის დროიდან ამ წამალს დებდნენ სახში და ტყვიებს და იარაღს და ყველაფერს და უყურებდნენ რა ხელებში რა უნდა გაეკეთებიათ მოკლედ და მოგვისაჯეს რა ორთვიანი პატიმრობა ეგრევე 15 წუთში გაგვასამართლეს 24 კაცი იქ გირაოზე თქო დაიძახა ერთმა რა გირაო ის გირაო უკვე ჩაფიქრებული ეს ყველაფერი და პროკურორები მოდიოდნენ რა და შეყვანის დღიდან აი როგორც კი მიგვიყვანეს იმ დღიდან დაიწყო ცემა და წამება რა ეგ სად გდანის მერვე საპროფესორო აუ ეგეთი რამე აი გეუნებით რა გესტაპოს ციხეებში არ მენახა რა უბრალოდ ფრჩხილები არ ამაძვრეს რა თორე ორგანიზმის ერთი ნაწილი არ არის რომ დაზიანებული არ არის თქვენ ბატონო ზაზა მე ვიცი რომ გამამართლებელი თინ გამოხვედით გამამართლებელი მე გამოვედი ისეთი მუხლით ვიყავი დაჭერე 315-ის პირველი ნაწილით რომ სახელმწიფოს წინააღმდეგ ამბოხის მცდელობა საერთოდ რაც ესენი და რომელიც იჯდება 5 და 8 წლამდე პირველი ნაწილით და საერთოდ 3-4 წელიწადი 5 წელიწადი რაც ესენი იყვნენ სახელმწიფო კარებთან თითი არ მაქვს დანარტყამი და დღეს პარლამენტს იღებდე ამას ან პრეზიდენტის სასახლეს იღებდე და ამათ ყველას რაღაცა ისეთ აი როგორც იტყვია რა კანფეტი ისენი მიუყენეს მუხლები არც ცეცხლი გამიჩენია არც დამიწვია არც პოლიციელისთვის მისროლია არც მოგილოტოვის კოქტეილი არც ქვა არც კინა ბატონო ზაზა მე ერთი ჩაკითხვა უნდა გაიგეთოთ თქვენ იმიტომ რომ ეს არის აუცილებელი ჩაკითხვა თქვენს მიმართ თქვენ როგორ გგონიათ დღევანდელი ნაციონალები უბრალოდ დღევანდელი არ მაშინდელი ნაციონალები დღეს არის სახელმწიფო სტრუქტურებში და ესენი კიდე მოქმედებენ თუ არა აუ ყველა გადაპორტირდა როგორ გადაპორტირდნენ ჯერ გადაპორტირდნენ ვითომ ალასანიას პარტიაში გადაპორტირდნენ კიდე ხო იყო ვითომ რესპუბლიკური პარტია რო არის იგივე ნაციონალების ერთი ფთა ესენი ჭანჭიკები არიან იმის ყველა პარტიები ეხლა რაც არიან ესენი თუ გინდა ის გახარიას ხალხიც ყველანი აბა ერთი სად მუშაობდნენ ერთი და დღევანდელი ოცნების ხალხი სად მუშაობდა ადრე მიშას დროს სად იყვენ ხო სად იყვენ რა სამსახურებში იყვენ თუ არ იყავი მაგათი პარტიის წევრი არცად არ დაგაწინაურდა და არაფერს არ გააკეთებდა ვერაფერს ვერ გააკეთებდი პარტიას უნდა წარადგინა რეკომენდაცია დღესაც ისენი არიან და დღესაც საბოტაჟას ეწევიან რო იცოდეთ ბატონო ზაზა შეხედე ჩვენ მე ბევრი ვიფიქრე ამ გადაცემისთვის რა უნდა გვესაუბრა მაყურებლებისთვის და მაყურებლისთვის რა თქმა უნდა და მე იმ ფიქრიდან და იმ დასკვნამდე მივედი რომ დღეს საქართველოში ადამიანები იმ ძალადობრივი მუხლების გამო არის ბევრი ახალგაზრდა ციხეში ბევრი ახალგაზრდა დღეს ოჯახებს მოწყვიტეს უკაცრავად ოჯახებს მოწყვიტეს მამები მეუღლეები და ეს ძალიან ცუდად აისახება ჩვენი ერის
განვითარების ოჯახის ზურძალადობაზე ეს ეფშტეინური კანონები რო აქვს ოცნებას დღეს რატო არ იმაშვება რატო არ აუქმებენ ამ კანონებს რაღაც საზღარი კანონებია მიშაზდროინდელი გადმოტანილი კანონებია ბატონო კახა ისეთი კანონები თუ ხარ ქურდული ტრადიციის მატარებელი დაუშვათო რაღაც სისულელე ეს მოიგონეს ისინი რა ტრადიციების მატარებლები არიან ერთი რა ის ხალხი რა შუაშია ქურდული ტრადიცია და იმის ტრადიცია კაცი უნდა იყოს ტრადიციული კაცი უნდა იყოს კაცი ადამიანი კაცი არა ჩამშვები და მამაძაღლი და აფერისტი და თაღლითი და ის კაცი უნდა იყოს კაცი უნდა უყვარდეს ოჯახი უნდა უყვარდეს თავის სამშობლო უნდა უყვარდეს თავის წმენა უნდა უყვარდეს ღვთისმსახლი ღმერთი უნდა უყვარდეს დაახლოებით ზალადობის მუხლით დღეს 3000 პატიმარი ეხთის სასჯელს საქართველოში ეს 3000 ოჯახია 3000 ოჯახია კი ბატონო გეთანხმები და ის 3000 ოჯახს აკლია мама და აკლია მეუღლე ოჯახში ამაზე რას ვიტყვით ამაზე ვიტყვით რომ ეს საერთოდ გამოსაშვებია ეხლა ხმამაღლა რაღაცა უთხრა ბიჭო თითო რო კამათობენ ხმამაღლა და ხელით რო ეხებიან რატო არავინ არ ისჯება ამ პარლამენტში ის ზალადობა არა რა მნიშვნელობა ოჯახური ზალადობა ეს რა სამართლის კოდექსში იმიტომ რომ სისხლის სამართლის კოდექსში არის ყველაფერი ზალადობა კიდე ოჯახში მოხდეს მკვლელობაზე მაქვს აქცენტი გაკეთებული ახლა როცა ადამიანი მკვლელობას ჩაიდენს ის დასასჯელია და უნდა დაისაჯოს მესმის მკვლელობა არავის არ აქვს უფლება მკვლელობა ჩაიდინოს თუ რაღაც არ მოხდა სასწაული და ან ოჯახში არ შემოგივარდა მტერი და ან სამშობლოს არ დაესხა შემტერი და ან ოჯახში ვინმე არ გაგიუპატიურა შეიძლება მაგ დროს და ღმერთმაც გაპატიოს თორე ისე მოკლის უფლება არ აქვს ადამიანს მაგრამ დღეს ის 3000 პატიმარი გამწარებული პატიმარი არის გამოსაშვებია ბევრია მათ გამოსაშვები პატიმრები ხო და აი ჩვენ მოვყევით ის ჩვენ რა გვიქნეს ბატონო კახა იცი ამ ბოლოს ამ ეფშტეინური აზრებიდან საიდანაც მოდიოდა ეს წამებები ყველაფერი სუიქი გიგმებოდა ბავშვებს ჭამდნენ და ბავშვებს და პედოფილები და იმებს პედოფილები იყვნენ და რას არ აკეთებდნენ და მეტი რა უნდა მოსულიყო იქიდან საიდანაც მიილტვიან დღესაც ისე მისტირია კიდე ყვირიან ევროკავშირი დააცლილი ევროკავშირი ქრისტიანული მორალისგან რა ევროკავშირი რის ევროკავშირი ჩვენი სამშობლო მისახედი და 1000 აქ რა გააკეთეს მიშას დროსაც და დღესაც ეხლა ცოტა შეათხელეს შერბილებულია რა შეათხელეს ის ზეწოლები რა შეარბილეს რო იტყვია პური და სანახაობაო რა აი ზუსტად ეს იყო რა პური და სანახაობა ქონდა მიშას დროს ამა დროსაც პური და სანახაობაა რა მაგრამ ეს პური რო ძვირდება მაგას ვერ ხვდებიან რო ხალხი უკვე ცუდ დღეშია რა ბატონო ზაზა ჩვენ არავის კოჭი არ უნდა უგოროთ ჩვენ ახლა სხვა ასპექტში გადავედით და არა მე ვიძახი რომ ესიც წამებაა ხალხის ძმო წამებაა ხალხის ხალხი შვილები ყავთ წასული შვილიშვილები და ვერ ნახულობენ ძმო თქვენ კომპენსაცია მოგცა სახელმწიფომ თუ ისე თქვენი ფინანსებით მკურნალობთ რაც იმ 9 წლიანმა რეჟიმმა დაგმართათ ერთმა არასამთავრობო ორგანიზაციამ ერთი ორჯერ წაგვიყვანა რაღაცები გადაგვიღო ახალი გამოსულები რო ვიყავით ესე რო ვთქვათ რა რეაბილიტაციისთვისო რაღაცა ორჯერ რაღაც წამლები დაგვინიშნეს მეცნიერის წამალი ავიღო თორე დანარჩენი ის იყო უთხარი რა ექიმები მყავს რა შინაურები ეს იმისი ნერვოზის და სიგიჟის და რაღაცა ამათ უნდა და გონი გავეგიჟებიეთ იმ არასამთავრობოებსა და ის წამალი საერთოდ არ დამი ვინც დალია 1-6 და გაღიმებული დადიოდნენ ის ხალხი ბატონო კახა რა მე ვუთხარი ბიჭო ნუ უსვავთ ეს არის რაღაც სიგიჟის წამლები ბიჭო თუ ტკივა გვიძლი თუ ტკივა სიგიჟის წამალსაც ხო კაცო ეს რომ მოგცეს ამ ის კი არ არის ეს მოვალი მოიხადეს იყვენ რა იქ გამოშტერდე გამოდებილდე რომ პრობლემა ვერ მომცეს ბატონო კახა სასამართლოც მოვიგე 5 წელიწად მეტი ვიბრძოდი სასამართლოში 5 წელიწადი ორი მოსამართლე გამოცვალეს და ბოლოს მივახციეთ დიდება უფალს და ღმერთს და მის ძალას რომ მართლები რო ვიყავით ყველა ასპექტში გაგვამართლეს ხوارი ნაწილობრივ ამართლებენ ჩვენ ყველა ფერში გაგვამართლეს მე დადგა კომპენსაციების საკითხი ისიც შევიტანეთ ორჯერ ჩაგვიტარდა ბატონო კახა სასამართლო გაიხსნა როგორც იტყვიან და იმის შემდეგ აღარ ჩატარებულა ეხლა გადის მე-6 წელი 6 წელი ხდება სასამართლო არ გვიტარდება წერს ადვოკატი რატო არა დრო არ ამაქვს
თქვენ როგორც ვიცით მოსამართლებს დროის მეტი რა აქვს. მკვდარს აქვს, იმდენიდო და მოსამართლეს. მე როგორც ვიცით თქვენ იყავით თია წულუკიანის კომისიაზე. კი, ვიყავი. მიწვეული იყავით და თქვენ გამოხვედით იმ კომისიას და ისაუბრეთ იმ ტკივილზე, იმ ყველაფერზე, მაგრამ რა იყო არსი ამ კომისიაზე მისვლის თქვენი და რა მოიტანა თქვენი კომისიაზე გასვლას? მე არსი ის ჩავთვალე რომ დამიძახეს. საერთოდ მე კანონმორჩილი ადამიანი ვარ რა, მაგრამ არის ისეთი კანონები, რომელიც ადამიანის თქვენ ფიქრობთ ამათ ჭირდებოდათ ეს თქვენი დაძახება? ესიც ეხლა ვთვლი რომ ჭირდებოდა და იმიტომ გააკეთეს ეს კომისია, იმიტომ შეიქმნა ეს კომისია, იმიტომ მე ესე ვთვლი. და ჟარგონად რომ გამოვიყენოთ, გამოიყენეს ეს ყველაფერი საარჩევნოდ რაღაცეებისთვის, იმისთვის, ამისთვის, რაღაცეებისთვის ეხლა ბატონო კახა და ერთი რამე ვერ გავიგე. მე თუ 15 წუთში მასამართლებენ, სხვა სასამართლებენ 3 დღეში, ერთ კვირაში. წელი გავიდა საკონსტიტუციო სასამართლო, ეს პარტია არ უნდა გაეუქმებინა. არა აქვს ნომერი და ისევ ის პარტიის 5 ნომრით გამოდის ბრიფინგებს ატარებს და მოწოდებებს აკეთებს. რაც უნდათ იმას აკეთებენ, იმიტომ რა არაფერი, მარტო პარტიებს როგორ შეიძლება შეეხო, მარტო მოქალაქეებზე არის კანონი. ამათვის კანონი არ არსებობს. ესე გამოდის ბატონო კახა. წავიდნენ შიჩუჩუჩე დააჯინეს ლამაზად ფული გაეправებინათ ამ ოპოზიციურ პარტიებსაც აღებული თავის დაფინანსება წელი იჯექით იმ ავადსახსენებელ ციხეში და რამდენი წამება გამოიარეთ? აუ ნუ მეტყვით ბატონო კახა რა. ანუ ძალიან რო გაგახსენებ. 2 წელიწადი, აი რამდენს მახსენებენ, იმდენი ცუდად ვტები რა. და ძალიან მე ის მეწყება რა, ნერვიულობის ნიადაგზე ის ვიღაცა რო შემხვდეს, არ ვიცი, შეიძლება თითი თვალი გამოუყვა, აი მე იქაც მიცემული მაქვს ჩვენება. რამოდენიმე კაცია, სადაც შემხვდება, იქ უნდა დავლეწო და დავამტორიო. როგორც მე მამტრობდე და მლეწავდე. არა მარტო თქვენ. არა მარტო მე, მაგრამ რაღაც მე ვარ ეხლა, თორე საერთოდ იყო ეს მდგომარეობა ციხეში. კვირა არ გავიდა და 2 პატიმარი ხდებოდი ისეთ კამერებში ხანდახან რომ უყურებდი რომ 2 მანქანა როგორ გადიოდა ციხიდან, ხან 3. ბატონო ასეთვით იმ ადამიანებს, რომლებიც აპირებენ ამ ახალ ნაციონალურ მოძრაობის გაერთიანებაში. ახალი ნაციონალური მოძრაობა არ არსებობს. ეს არის ის ნაციონალური მოძრაობა, რომელიც დაიყო მარტინ კი ბატონო, მაგრამ ეხლა უკაცრავად ეხლა აპირებენ რომ გაერთიანდნენ. რა უნდა გაერთიან, იგივე არიან რა. გაერთიანებაში რას ფიქრობ და რას გულისხმობთ? მე კარგად ვიცი რას ვფიქრობ და თქვენი აზრი მაინტერესებს. მე იმას ვფიქრობ, რომ ეს ყველაფერი არის ახალი შემოგდებული ამბავი, რომ ამ ეს ქვეყანა უნდა წაიყვანო რუსკულისკენ ხომ მიდის, გადაჩეხონ, რომ ჩაატარებიონ ადამიანელი არჩევნები ხელისუფლებას, იქ გარე პატრონები კიდე ეპშტეინელები ხო დარჩენ კიდე გარე პატრონები ქვეყანა დააფინანსებენ, მოაწყობინებენ ამ შეერ ხალხში, ფულს დაარიგებენ, რავი ეს კანონი თუ მოქმედებს, საერთოდ კაპიკი არ უნდა შემოდიოდეს, ამა აქ ფული, ეს შავი ფული, როგორც იტყვია, არც არასამთავრობოებს მიეხედა, ისე დადიან, როგორც დადიოდნენ. ცეცხლის აქ უნდათ რომ ეხლა ომია, დღეს საქართველოს თანახლოს ირანსა და ისრაელს და ამერიკას შორის ეს ძალიან სამწუხაროა. სამწუხარო ამბავია და აქ შეიძლება აქ რო ერთი რამე გაფრინდეს ირანის მიმართულებით ჩვენი ტერიტორიიდან, ქართული მიწიდან, აქ დრონების წვიმა დაგვატყდება ქართველებს და რითი გავაჩერთ, არაფერი საშუალება არ აქვს დღეს ჩვენ. რომ მოვიგოთ ან შევაჩეროთ ჩვენზე თავდასხმა. იმიტომ რომ დაცლილია ჯერ ქვეყანა ხალხისგან და იარაღის სამღები, ვინც ვიყავით და ვინც ავიღებთ, რაზე ავიღო? ვისთვის? მილიონერებისთვის? ესე უნდა დავიწყო. არაბული სამყაროსთვის, ვიღაც პაკისტანელებისთვის, გაყიდული ქართული მიწების ფლობელები უნდა დავიცვა და ადგენდა და თვითონ დაიცვა თავიანთი ქონება. მე არაფერი არ მაქვს ბევრი. რაც ბაბუამ დამიტოვა და იმან ესა მაქვს მე ბატონო კახა. ბატონო ზაზა. და არც კომპენსაციას მაძლევენ ბატონო კახა. 5 წელიწადია. და უნდა შევახსენოთ. ყველა მაიღო ქონები, ვინც ამათიან თვლიდნენ, ყველას მისცეს დაუბრუნეს ქონებას და კომპენსაციაც. ის რაც მე გადამხდა და რაც მე მკურნალობა დამიჯდა, ის კომპენსაცია არ ღირს მაგათ. აი იმ ფასად რა. რა ფასით კომპენსაციას ვითხოვ. ბატონო ზაზა, ჩვენ მიწურულში მივდივართ, ანუ გადაცემის მიწურულში გავდივართ და მინდა ერთი
დაგისვა ის კითხვა, რომელიც დღეს ქართულ მოსახლეობას აწუხებს რა. ის წუხილი, რომელიც ყოველდღიურ რეჟიმში არის. და როგორ ფიქრობთ, ეს არაბული ქვეყნები, რომლებიც საქართველოში არიან შემოსულები იმისთვის, რომ ჩვენ უმცირესობაში მოვყვებით აუცილებლად ამ შემთხვევაში ამათ შემოსულებით და რას ვიტყვით უმცირესობიდან ჩვენ გამოვალთ ამ შემთხვევაში თუ ჩვენ ვიბრძოლებთ ამ საკითხების შესახებ. ბატონო, ახლა აქ არის ჩვენ დღეს ეხლაც უმცირესობაში ვართ. კარგად რომ დავთვალოთ, მილიონამდე ქართველი წასულია რუსეთის ტერიტორიაზეა. ერთი მაგდენი კიდე ევროპაში და ამერიკაში მოძრაობს. ქართველი. ამიტომ აქ უნდა დადგეს საკითხი, როგორც სხვა ქვეყნებში 2 შვილზე, 3 შვილზე სახელმწიფო ამხელა ბიუჯეტი გვაქვს და არაფერი დახმარება არ არის ხანს. 50 ლარი, 60 ლარი, რაღაცა ბავშვის სისა, ერთჯერადი. ერთი წავიდე, ნახო რა ფასები, ამდენი ხანია ფასები უნდა დააკლდეს რაღაცებს და არ აკლდება. 5 კაპიკი მოაკლეს კვეთს და ამათ გონია 5 თეთრი რაღაც მოაკდა კვეთს. სიო, აშენდა საქართველო. ბატონო კახა. ჩვენ ეკონომიკურ საკითხებს ეკონომიკაზეა, რო იძახი წინ მიდის, რათი მიდის, წინ რა ფაბრიკა ქარხნები გვაქვს, ისეთი აშენებული, რომ პროდუქცია იყიდება, გარეთ გაგვაქვს და შემოგვაქვს ვალიუტა ქვეყანაში. არაფერი არ აქვს. იქ წასული ხალხი კიდევ ინახავს უცხოეთში, რაც არის რუსეთის ტერიტორიაზე თუ უკრაინაში იყვნენ თუ ბელორუსიაში თუ ევროპაში არიან და ამერიკაში, იქიდან შემოსული თანხები ინახავს კიდე ამ ქვეყანას და ბიუჯეტს ბიუჯეტი მაგითი ივსება. ჩვენ ამით დავასრულებთ გადაცემას და ბატონოზაზა ერთი არ დავასრულებ, იმიტომ რომ რაღაც კიდე მინდა რომ მოსახლეობას მიმართოთ. ამ გაერთიანებაში რაც ხედავთ, ხან არ მიპასუხეთ. ამ გაერთიანებაში არ უნდა გაერთიანდნენ, მოსახლეობა გაემიჯნოს ამას და ჩვენ უნდა გაემიჯნოს. ამათა როგორ შეიძლება გაერთიანება? როგორ შეიძლება გაერთიანება ამ ეხლა ცხრის ტყავები რო წამოისხეს, ამ ბოროტი ძალა, რომელსაც ღმერთი არ ასწამს, ადამიანი არ უყვარს. ღმერთი სამშობლო ადამიანიო, პატრიარქმა ბრძანა რა. რომ ღმერთი არ უყვარს, სამშობლო არ აქვს ამათ. ესენი უსამშობლოა და ადამიანები არ უყვარს. როცა შენი ქვეყნის და შენი სამშობლოს მიწას ყიდი, შენ ხარ მოღალატე. ამას ორი აზრი არა აქვს. მოღალატე, სამშობლოს ღალატობ, მოღალატე ხარ. მიწებს ყიდი, მოღალატე ხარ. იმდენი ყველაფერი ჯერ დაიწყო შევარნაძის დროიდან გაყიდვა ყველაფრის, მერე დაიწყო მიშამ გააგრძელა, ესენი ამთავრებენ. და მე ვფიქრობ, რომ მოღალატე ადამიანის დასასრული მალე მოღალატე ადამიანი, საქართველოს მოღალატე ადამიანი ან უნდა იჯდეს ღალატის მუხლი, რო არ წერია და ამოიღო სააკაშვილმა იმ დროს ღალატის მუხლი, ან უნდა იჯდეს ციხეში, ან ქვეყანა უნდა ქონდეს დატოვებული. მოღალატე ადამიანებს აქვს მოკლე ვადიანი ცხოვრების გზა. კი ბატონო. ამაზე შევთანხმდეთ და მეც გეთანხმებით ბატონო კახალო, ღალატი, ყველანაირი ღალატი უნდა იყოს დასჯადი. კი ბატონო. და მე ბატონოზაზე დაგემშვიდობებით, სამწუხარო ამბავი მოვყევით ახლა და მაყურებელს გავაცანით ის 9 წლიანი ფაშისტური რეჟიმის ქმედებები და ამიტომ ძალიან სამწუხარო ამბებს ვყვებით ახლა და ყოველ ხუთშაბათს ესეთი ეთერი გვექნება ყოველთვის და მე მოვიწვევ ყველა იმ ადამიანს, ვინც იმ წამების მსხვერპლი გახდა იმ 9 წლიანი რეჟიმის დროს. და მე დაგემშვიდობებით და გისურვებთ ჯანმრთელობას და მე სახელმწიფოს და ხელისუფლებას ვეთქვი, რომ ესეთი ხალხი ადამიანები კომპენსაციებისაც ეკუთვნის მიეცით და გამოიჯანმრთელონ ის ტკივილები, რაც ტკივილები ნაციონალურ მოძრაობმა მიაყენა. კარგად ბრძანდებოდეთ ბატონო ზაზა. კარგად ბრძანდებოდეთ, მადლობა ბატონო კახა, მადლობთ. მე ამით დავიმშვიდობებ მაყურებელს და შემდეგ ხუთშაბათს ჩვენ გვეყოლება ადამიანი, რომელი ადამიანიც ოჯახის წევრებიანად აწამეს და სპეცოპერაცია ჩაუტარეს სახლში და ის სპეცოპერაცია ძვირი დაჯდა იმ ოჯახისთვის და იმ ადამიანისთვის. აუცილებლად გავაკეთებთ იმ ფაილებს
მომავალ ხუთშაბათს და იმ საიდუმლო მასალებსაც დავდებთ. კვირდებით, ჩემო მაყურებლებო. კარგად ბრძანდებოდეთ მომავალ ხუთშაბათამდე.